შენი ნაძვისხის ბრწყინვალების უკან 10 წლის რაჭველი ბიჭი დგას, რომელიც 1893 წელს მშობლიური თხმორიდან თავგადასავლების საძებნელად გაიბარა. გრიგოლ კობახიძე 1893 წელს ამბროლაურში დაიბადა. სახლიდან გაპარვის შემდეგ ბორჯომის მინის ქარხანაში, სადაც მისი ძმა მუშაობდა 4 წელი გაატარა. ამ დროში დაეუფლა ქარხანაში არსებულ ყველა ტექნოლოგიას, შეიმუშავა წარმოების გაზრდის მეთოდები, მოიპოვა ავტორიტეტი და თავგადასავალი ჯერ თბილისში გააგრძელა. შემდეგ საბჭოთა კავშირში და ევროპაში მოგზაურა. ბოლოს კი იქ, სადაც ოცნებები ყველაზე მეტად ახდენადი ჩანს, ამერიკაში. ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად ჩასული თავიდან თავს პურის ცხობით ირჩენდა. შემდეგ 9 წელი General Electric-ის ფირმაში მუშაობდა, ყიდდა საკანცელარიო ნივთებს, აგროვებდა ფულს საკუთარი საქმისთვის. ამერიკაში მას იცნობდნენ როგორც ჯორჯ კობის, რომელმაც მართლაც გახსნა თავისი მინის ქარხანა, მაგრამ დიდი დეპრესიის წლებში გაკოტრდა და სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაჭველმა ჯორჯ კობიმ თავისი ცხოვრების და ამერიკული შობის ყველაზე ბრჭყვიალა ნაწილი შექმნა. ფერადი შუშისგან დამზადებული ნაძვისხის სათამაშო და ელექტროსანთლები, რომლის შეფუთვასაც ჰქონდა წარწერა „კობი, ეს შობაა“. ის რაც ყველა ნაძვისხეზე ბრწყინავს, წინამძულეში 10 წლის რაჭველი ბიჭის თავგადასავლის კულმინაციაა.